გამარჯობა ჩემო ძვირფასებო. ეხლა მე თქვენ მინდა გაჩვენოთ 2 დღეა როგორი შოკის რა დოზი შოკში ვარ და მე მინდა ეს გაჩვენოთ თქვენ. მე ხა დავგუგლავ. არ დაიბნეთ რასაკეთებსო ნათია შაიო. სანამ მე ვგუგლავ თქვენ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი, რომ გახდეთ ჩემი არხელი. გააზიარეთ ეს ვიდეო, ძალიან გთხოვთ. აი ნახეთ. და დამიწერეთ, თქვენ დაიშოკეთ თუ არა ჩემსავით. ჩავწეროთ. უკაცრავად შრიფტ შევცვლი. არ გადართოთ, უყურეთ ბოლომდე და ნახეთ რა საოცრება ხდება. ბიძინა ივანიშვილი და უბრალოდ ნახოთ თარიღები. ამბობენ რომ შეცვლილი აქვს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა ბედის მატრიცისთვის. მე გაკეთებული მაქვს ამ ადამიანზე ბედის მატრიცა და რეზონირდება. ანუ რომელ ადამიანსაც, რომელ თარიღებსაც აღიარებს ადამიანი, ის თარიღები მუშაობს ხოლმე. 18 თებერვალი 1956 წელი. ეხლა ნახეთ. უბრალოდ ნახეთ. ხა მე ვწერ კალკულატორში. ბიძინას მონაცემებს რომ უცებ გამოიანგარიშოს, ხელით არ გამოვთვლი, კარგი კალკულატორია შემოწმებული არის. 18 თებერვალი 56 წელი. ჩავწეროთ. 18 თებერვალი 02 1956 წელი. სქესი შევცვალოთ და გამოვთვალოთ. ნახეთ, აი აქ ბედის მატრიცაში ნაჩვენებია ეს კონკრეტული ადამიანი, ვინ იყო თავის წინა ცხოვრებაში. რას ნიშნავს წინა ცხოვრება? რეინკარნაციებს გულისხმობ, აი სანამ დაიბადებოდა, მანამდე რო იყო ცოცხალი, იქ რა გააკეთა ცუდი. აი მაგას აჩვენებს ეს. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, ნახეთ 15-20-25. ეხლა ჩავწეროთ ირაკლი კობახიძე. ენა შევცვალო. ბიძინა აღარ გვინდა, ეხლა ჩავწეროთ ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძე დაიბადა 25 სექტემბერს 1978 წელს. ისევ შევდივარ თავიდან, იგივე კალკულატორში. ოცდახუთი 09 1976. გადავამოწმებ რო არ შემეშალა 25 სექტემბერი 1978. შემეშალა 78. მამაკაცი მოვნიშნოთ და წავიდა გამოთვლა. დანდან 15-20-25. წავიდა შემდეგი. თია წულუკიანი, ვინ თუ არა თია. ბატონო, თია წულუკიანი ვნახოთ, აი 21 იანვარსო 75 წელსო. ისევ შევცვალოთ ენა. სხვათა შორის 21 რიცხვში დაბადებულებს ან ძალიან უყვართ ადამიანებისთვის სასწაულად თავისუფლების მიცემა ძალიან ტოლერანტულები არიან, მიმღებლობა აქვთ დიდი, ან ძალიან დიდი ტირანები არიან, მაგალითად სტალინი. იანვარი 01
1 და 1975. კიდევ ერთხელ გადავამოწმო, აქ შეცდომა არ გვეპატიება. 1975. კი ბატონო, ქალი არის, აღარ გვინდა შეცვლა და წავიდა. აქ რვიანი ვარდება უკვე, კარმული, რვიანი, მაგრამ უბრალოდ შეადარეთ 15-20-25. 15-5 ქვეყანა არის სამშობლო, დამანგრეველი კარმულად, რაღაცა დამანგრეველი სამშობლოზე გაკეთებული ქვეყანაზე, ოჯახზე. ძალიან არ გასხვავდება ეს კარმები. ნახეთ, 15-5, აქ ფესვებია, 5 კიდე არის სისტემა და ოჯახი. სამშობლო ფესვებიც არის, სისტემაც არის და ოჯახიც არის. ვინ გავაკეთოთ? მოდი ნინო წილოსანი ვნახოთ. გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. აა 19 თებერვალიო 82 წელიო. ნინო 19-იო თებერვალიო აქ 19-იო თებერვალიო მე კიდე იქ იწერება უკაცრავად რატო არ წერება აი ესე 19-იო ხა ჩაიწერება 02 და წელი დამავიწყდა 82 ხო 1982 წავიდა ტადამ 15-25 გავაგრძელო მომწერეთ სადამდე გავაგრძელო იმდენი არიან ვერ მორჩება ესია სიმწრე სიცილია ჩემო მეგობრებო ჩემო მაყურებლებო სიმწრე სიცილია მაპატიეთ მომიტევეთ მაგრამ რა ჩანს აქ აბსოლუტურად ყველამ უსისტემოდ მოექცა აი ხუთიანი ეს არის სისტემა უსისტემოდ მოექცა როგორც დიქტატორი როგორც ცრუ მმართველი ისე მოექცა მარტო თიასა აქ რვიანი მაგრამ რვიანი კარმა არის ანუ კარმის კანონები დაარღვია ჩავთვალოთ ხოლო სოციუმში კარმა კანონების დარღვევას აჩვენებს ვის და როგორ ნახე პირდაპირ დაჩვენები არის რაღაცა სისტემას 15 ეშმაკია ძალიან ბოროტულად დამანგრევლად მოექცა თავისი ხუთი ეს არის სისტემა ოჯახი ქვეყანა სამშობლო მარტო თიას აქვს ოდნავ განსხვავებული აქ ნახეთ უნდა გაჩვენოთ უბრალოდ უნდა გაჩვენოთ 15 და 20-იანის ენერგეტიკა 15 და 20-იანის ენერგეტიკა ეს არის ეშმაკის ენერგია და ალბათ ყველაზე ცუდი, ანუ ყველაზე ცუდს აკეთებენ ეშმაკები. ანუ იმაზე ცუდი რო არ შეიძლება, ისე მოექცნენ ქვეყანას წინა ცხოვრებაში, თავის სამშობლოს წინა ცხოვრებაში, სისტემას, გვარს, ოჯახს. აი ეს ჩემო კარგებო, 20-იანი ნახე საშინელი სამსჯავრო, ანუ ანადგურებენ ამ ყველაფერს, ანადგურებდნენ ამ ყველაფერს, ეშმაკს ვეძებ ახლა მე და ხუთიანს. რო უფრო აღქმადი გახდეს. და რატო გვაჩვენებს ბედის მატრიცა ამას? ეს არის ის, რომ ადამიანმა გაიგოს, როგორ დაამუშავოს ის ნეგატივი, როგორ დაწვას კარმა, რა გამოასწოროს, აგერ ჩემო კარგო. რა გამოასწოროს, რომ წავიდეს დადებით ენერგიაში, აი ესე.
დადებით ენერგიაში და რაც წინა ცხოვრებაში ჩაიდინა ნეგატივი, გაკვეთილი გაიაროს ამ ცხოვრებაში, ამისთვის აუცილებლად მიეცემა საშუალება, ეს ცხოვრება სამყარო მისცემს საშუალებას, რომ გამოასწოროს შეცდომები. ხუბრობა რო არის შაქრო შაბო შარშადელი შეცდომები შავასწოროთო, დიახ, სამყარო აძლევს ადამიანს, ასე ვთქვათ, შანს, რომ წინა რეინკარნაციაში ჩადენილი რაღაცა ცოდვა ვთქვათ, გამოასწოროს. დიახ, ამ ადამიანებს მიეცათ ეს საშუალება, იმიტომ რომ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული მართი წინაცხოვრება, იმიტომ რომ ყველანი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ და როგორ დაამუშავეს, ხედავთ, ხო? უფრო მეტად ეშმაკები, ანუ ეშმაკის ენერგია, საშინელი სამსჯავროს ენერგია, როგორ მინუსში წაიყვანეს. თქვენ შეაფასეთ, მე არ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს, მე ეზოთერულად კარმულ შეფასებას ვაკეთებ და ღმერთო ჩემო. სასაცილო არ არის, მაგრამ ეს ჩემი ის არის ჩემი არ ვიცი შეფარული აგრესია ქვია ალბათ ამას ფსიქოლოგიაში. რას მოიტანს ეს? ასე დამძიმება ამ კარმის, აუცილებლად ამუშავდება მათზე აბსოლუტურად სამივე ენერგია. მით უმეტეს ბოლოს ვინ გავაკეთე, ბოლოს ჩვენი ნინო იყო, ნინიკო ძილოსანი. აბა ვნახოთ სად აქვს ეს ენერგიები. 20 ენერგია ფინანსებში დაარტყავს, 5 ენერგია ფინანსებში დაარტყავს ამ ადამიანს, ვნახოთ 15 თუ ჩანს სადმე. 15 ენერგია არ უჩანს გარდა კარმისა არსად. ვნახოთ ეს ვინ იყო? ხო, თეა სად დაარტყავს, ვნახოთ. ბუმერანგი, კარმული ბუმერანგი, ერთშიც და მეორეშიც ხიდათ აქვს. სპეციალისტები მიხვდებიან, რასაც ვამბობ, მაგრამ ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ ლაკონურად გაჩვენოთ. აი ნახეთ, მაუსი შეიძლება არ ჩანდეს. მოდი ისევ თეაზე ვთქვათ და გადავალ გაჩვენებთ ნინოზე. ნახეთ, რვიანი ენერგია, რომელიც ყველაზე მძიმე ენერგია აქვს, ან უნდა ყოფილიყო ყველაზე კარმულად სწორი, მართალი, სამართლიანი და ამისთვის მიიღებდა ძალიან დიდ ჯილდოს სამყაროდან, ძალიან დიდ ჯილდოს მიიღებდა, იმიტომ რომ აჩვენებს, რომ გადაუტანდა ტალანტში და საოცარ დიდ ასე ვთქვათ, ბონუსს მიიღებდა სამყაროდან. და აქვს ხიდი სიყვარულსა და ფულს შორის და დაარტყავს აქ. აი ამ რუიას რო ხედავთ, ეს უკვე დედის საგვარეულოა, მამის მხრიდან უფრო სწორად ქალების საგვარეულო და ეხლა ნუ შევეხებით არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აი აქაც გაჩვენებთ, იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება მაუსმა არ გაჩვენათ, ხო? აი ხუთიანი ნინოს ყავს ეს ფულის ენერგეტიკა არის ფულში, 20-იანიც აქვს ფულში და ჩვენ გავიგებთ ფულის თემებში როგორ დაარტყავს ნინოს კარმა. შემდეგი იყო ირაკლი, ვნახოთ ირაკლისთან რა იქნება. წლის პროგნოზების გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ მე მგონი მე გავჩერდები ამ თემით, იმიტომ რომ გავიგე, ყველას ეს კარმა აქვს, ანუ ყველამ ნეგატივში წაიღო, ისაც უნდა გამოესწორებინათ, ცუდი ბიჭები და გოგოები იყვნენ წინა ცხოვრებაში და უარესები გახდნენ. ვნახოთ ხუთიანი სად აქვს. საგვარეულოში უჩანს, ქალების საგვარეულოში და ხიდად ჩემო მეგობრებო ფულშიც და ოჯახშიც, სიყვარულშიც 20-იანი ვნახოთ სად არის. 20-იანზე მინდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. 20-იანი არის ეგრეგორების ენერგია და 20-იანი თუ მოტრიალდა როგორც კარმა, ეს ნიშნავს, რომ თან მრავალი ეგრეგორია ერთად. აი ძალიან მრავალი ეგრეგორი არის. ანუ რა არის ეგრეგორები, ხო, აი ესე ვთქვათ, აი როგორც საყვირია, ხო, წარმოიდგინეთ ქართულად როგორ არის ტრუბა, არ ვიცი. აი ესეთი არხები იყოს სხვადასხვა სფეროებში და აი ამ არხებთან კონტაქტი არის, ფესვებთან კონტაქტი არის და ეს თუ უტყავს ძალიან ბევრ არხს ხსნის და თიშავს, ანუ პირდაპირ პირად ცხოვრებაში მიიღებს ძალიან დიდ დარტყმას. მე აუცილებლად ვნახავ წლის პროგნოზებს, რამდენიმე ვნახე. კარგით, ეს მაჩვენებდა 15 ყავს სადმე 15 ენერგია, ეშმაკის ენერგია არ ჩანს, ესე ძალიან კონკრეტულად რო ვთქვა. ნუ თუ შეიძლება წელშიც იყოს, წელიწადშიც და მოდი ვნახოთ წლის პროგნოზი.
აი აქ არის პროგნოზ გოდა, უბრალოდ ენერგიები ვნახოთ. 46-47 წლის არის და 5-იანი ენერგია არის. პირდაპირ სამყარო მოითხოვს, რომ რახან პოლიტიკაში არის ქვეყნის სასარგებლო თამუშაოს ენერგია. შემდეგი არის 8 კარმა, რომ კარმულად იყოს, ანუ სამართლიანი იყოს, სინდისიერი იყოს და ღმერთთან არაფერი არ იყოს ღმერთთან მართალი და 13 ეს არის სიკვდილის ენერგია. ამის გაშიფრვას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ურთულესი ენერგია მოვიდა, იმიტომ რომ მე უკვე დავინახე რას უზამს კარმა ამ ადამიანს, როგორ მოუბრუნდება და ბიძინას რაც შეეხება პირდაპირ ჩემო კარგებო, ნახეთ რა ძალიან გთხოვთ, აი სადუზის პირდაპირ ფულის ცენტრალურ ენერგიაში უზის, სხვათა შორის ძალიან ბევრი ხუთები ყავს და მის საგვარეულო ეგრეგორში ჩანს ეს, ანუ ფესვებიდან მოყვება ეს ამბები, რაც არის, რა ვიცი, აღარ გავაგრძელებ. ვინც ჩემსავით დაგშოკილები ხართ, მომწერეთ, გააზიარეთ ეს ვიდეო მაქსიმალურად, რა ვიცი, თუ დამიჭერენ ამ ვიდეოებისთვის და მიყვარხართ ყველა და საქართველო გაიმარჯვებს.